მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს. სხდომაზე ხდებოდა ის, რაც ყოველთვის ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მარეგულირებელი კომისია განიხილავს ქართული ოცნების საჩივარს ტელეკომპანია პირველისა და სხვა კრიტიკული მედიებთან დაკავშირებით. ჩვენი ტელეკომპანია პირველის ხლომა დასრულდა, თუმცა ახლა მიმდინარეობს ფორმულასთან დაკავშირებით იმავე საკითხზე მსჯელობა და შემდგომ უკვე იქნება მთავარი არხი. ჩვენი ნაწილი დასრულებულია. ჩვენი ნაწილი დასრულებით რას ამბობს? ჩვენთან დაკავშირებით კომისია ამბობს, რომ საჩივარი სწორად აქვს შემოტანილი ქართულ ოცნებას, ვინაიდან ის არის დაინტერესებული მხარე, რადგან იმ განცხადებებით, რომელიც გააკეთეს ტელეკომპანია პირველი ჟურნალისტებმა, ზიანი მიადგა, თან შესაძლოა ზიანი მიადგეს ქართულ ოცნებას. დასაშვებად ცნო. დასაშვებად ცნო საჩივარი და არსებითი განხილვა დანიშნა 19 ივნისს. აქ რამდენიმე გარემოება არის ძალიან საინტერესო, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელმა სხდომა დაიწყო იმით, რომ თურმე ეს მედია პლურალიზმს ახალისებს და პირიქით დემოკრატიულ პროცესებში უფრო განავითარებს მედიებს და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. Რა თქმა უნდა, ეს არ არის მისი ობიექტური შეფასება და ჩვენ მედიის წარმომადგენლები და საზოგადოებაც განსხვავებულად ვფიქრობთ, პირიქით ეს არის რეპრესიული კიდევ ერთი მანქანა კრიტიკული მედიების წინააღმდეგ და ამას ადასტურებს თავად ის რა არგუმენტიც მოჰყავდა ქართული ოცნების წარმომადგენელს. ჩვენ მქონდა ასეთი მითითება, რომ აი რაღაც სხვა საკითხებთან დაკავშირებით კიდევ არ შემოვალთ განხილვაში დღევანდელ სხდომაში, მაგრამ როდესაც ჟურნალისტი ამბობს, რომ აი მურუსიძეს კლანირებული სასამართლო, აი ასეთ შემთხვევაში როგორ შეიძლება დაინტერესებული მხარე იყოს პარტია ქართული ოცნება. არც ნახსენებია ქართული ოცნება, არც მისი წევრი არის ყოველ შემთხვევაში პირდაპირ გაგებით მურუსიძე. აი აქ სხვა შტოა კი, აი დამოუკიდებელი შტო უნდა იყოს წესი და აი ასეთ შემთხვევაში როგორ არის ქართული ოცნება დაინტერესებული მხარე და სადაც პირდაპირ მიუთითებდა ქართული ოცნების წარმომადგენელი, რომ არასწორია, როდესაც ჟურნალისტი საუბრობს ამ ფორმით, მან უნდა თქვას სასამართლო, რომელიც არის წარმოდგენილი სასამართლო სისტემაში. ან თქვათ სასამართლოს მოსამართლე, რომელიც არის თბილისის საქალაქო სასამართლოში. კი, თორნიკე დასაშვებად ცნობას რო დაუბრუნდეთ თუ შეიძლება, ანუ ეს რას ნიშნავს? ანუ უკვე პრეცედენტი გაჩნდა ხო, რომ ამგვარი საჩივარი, რომელიც კონკრეტულ გამოყენებულ სიტყვებს ეხება, დასაშვებად არის ცნობილი. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ მრავალი ვთქვათ განხილვა შეიძლება ვნახოთ და გაიხსნა ეს სეზონი, ასე ვთქვათ, ხო, ამგვარი შეზღუდვის. სამწუხაროდ ზუსტად ამის მაჩვენებელი არის და ამას კომისიის წევრებიც ფიქრობენ, რომ მომავალში შემოვა ძალიან ბევრი საჩივარი ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჟურნალისტური საქმიანობა მუდმივი პროცესია, რომელიც ყოველდღიურად ხორციელდება და ამ მოტივით თუ საჩივარი იქნება დასაშვები, ყოველთვის შემოვა მეტი და მეტი საჩივარი. დღეს კომისიას ჰქონდა განსხვავებული კიდევ შესაძლებლობა, რომ საჩივრის დაუშვებლობა გამოეცხადებინა, რატომ? იმიტომ რომ მსგავსი საკითხი აქამდე არ განუხილია. ანუ ის აქამდე იმ მავნე პრაქტიკას ვერ დაეყრდნობოდა, რაც ჩვენ გვქონია სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ანუ ახალი ფურცლიდან იწყებოდა ამ საკითხის განხილვა და შეეძლო კომისიას რაღაც ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა შეიქმნა პრეცედენტი, პირველი გადაწყვეტილება მიღებული არის, რომ მსგავს თემაზე, როდესაც ნებისმიერი მოქალაქე, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია მიმართავს კომისიას, რომ რომელიმე ეთერში ეს იქნება ტელეკომპანია პირველი, მთავარი არხი, იმედი, პოსტივი, ფორმულა თუ ასე შემდგომ, მე არ მომწონ ჟურნალისტის მოქმედება და მან ვერ გამიჯნა ფაქტი მოსაზრებისგან, კომისია ვალდებული იქნება მიიღოს ეს ყველა საჩივარი განსახილველად, დასაშვებობის ეტაპი ამ სტანდარტით გაატაროს, რაც დღეს პრეცედენტულად დაუშვა უკვე და დააკანონა და შემდგომ უკვე გადავიდეს არსებით განხილვაზე, რომელიც საბოლოოდ გამოიწვევს საკმაოდ დიდი დოზით სანქციებას კონკრეტული მედიების. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კიდევ ის პატარ-პატარა გადაწყვეტილებები, რომელსაც ბოლოს აი ამ შედეგამდე მივყავართ. თორნიკე, დღეს რაღაც თანაბრად გავრცელების შესაძლებლობაზე იყო ლაპარაკი, ხო, ოცნების ლიდერების მხრიდან. აი ამაზე რისი თქმა შეგიძლია და ეს საკითხი თუ იყო სამსჯელოდ, მე არა პოლიტიკოსების განცხადებას გულისხმობ, არამედ აი თვითონ კომისია როგორ უყურებს ამ საკითხს, რომ აი ყველაზე ყველაფერი გავრცელდეს თანაბრად. ნუ გასაგებია ყველაში ვინ იგულისხმება და ვინ. კომისია როგორც წესი ამას თუ შაბლონურად განმარტავთ და მის უფლებამოსილებას შევხედავთ, რა თქმა უნდა, მისთვის არ უნდა იყოს გამორჩეული არც ერთი მედია, ის იქნება კრიტიკული მედია, სამთავრობო მედია თუ ასე შემდგომ, როგორებად ისინი არიან მოხსენიებული. ცალსაღად თუ საჩივარი არ შეუვა კომისიას, ეს იქნება რიგითი მოქალაქის მხრიდან თუ ეს იქნება რომელიმე პარტიის მხრიდან, ის უფლებამოსილი არ არის, რომ ცალკე თვითონ დაიწყოს. უბრალოდ უფლებამოსილი არის, მაგრამ არ იწყებს ხოლმე.
მაგრამ როდესაც საუბარი არის სტანდარტზე, როგორც სტანდარტ შექმნის კომისია და წარსულ პერიოდსაც რო გადავხედოთ, როგორც წესი, ეს მონიტორინგი თუნდაც ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ძირითადად ხორციელდება კრიტიკული მედიების მიმართ, თორემ ახლა როდესაც ასაკითხზეც არის საუბარი, ამის მონიტორინგი თავადაც შეუძლია კომისიას, ამის უფლებამოსილება თავადაც აქვს, ანუ ის რომ მას შეიძლება საჩივარი არ შეუვიდეს რომელიმე სამთავრობო მედიასთან დაკავშირებით, მაგრამ მას აქვს იმის უფლებამოსილება, რომ ეს მონიტორინგი განახორციელოს და დაიწყოს საქმე, ეს იქნება პასუხი იმ პოლიტიკოსების განცხადებებზე, რომლებიც გაავრცელეს, თუ ეს განხორციელდება, ეს ნიშნავს, რომ რაღაც მიკერძოებული გადაწყვეტილებები შედარებით ნაკლები იქნება და მხოლოდ ერთ მედიას, ან მხოლოდ კრიტიკულ მედიას არ შეეხება ეს კანონმდებლობა. თუმცა პრაქტიკა როგორც გვიჩვენებს ჩვენ, ასეთი საკანონმდებლო ცვლილებები და შემდგომ გაზრდილი უფლებამოსილება კომისიის, როგორც წესი, ცუდად აისახება კრიტიკულ მედიაზე და არა სამთავრობო არხებზე, რომელიც ძალიან იშვიათად და ძალიან მცირე რაოდენობით ხდება ხოლმე განხილვის საგანი მარეგულირებელ კომისიაში. თორნიკე, დღეს იყო ლაპარაკი ისევ ოცნების მხრიდან საერთაშორისო მედია სტანდარტზე, ხომ? ამაზე იყო აქცენტი და ეს არის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ქართული ოცნების, რა შუაში არის აქცენტზურა, ანუ ფაქტობრივად წესებზე მიჩვევაზე იყო მითითება, რომ ჟურნალისტები რაღაც კონკრეტული წესებით საუბარს მიეჩვეონ და ამით იქნება დაცული საერთაშორისო მედია სტანდარტი. ალბათ ბევრი ადამიანი უყურებს ცხადია ამ ეთერს, არ ვიცი სხვა არხებზე რამდენად იქნება შესაძლებლობა, რომ ამის საპირწონე არგუმენტი მოისმინოს და რა არის ეს არგუმენტი, როდესაც ოცნება საერთაშორისო მედია სტანდარტით აპელირებს ამ კონკრეტულ საკითხზე? პირველი აქ რამდენიმე საკითხი არის, რომელიც მაყურებელმაც აუცილებლად უნდა იცოდეს. ერთი, საერთაშორისო სტანდარტების შემოტანა ქვეყანაში მით უმეტეს თუ ის აუმჯობესებს მედიის მდგომარეობას და გამოხატვის თავისუფლებას ძალიან კარგია. ამას ყველანი მივესალმებით, მაგრამ ის არ უნდა შემოვიდეს იმ ფორმით, როგორი ფორმითაც შემოდის. თუნდაც დღევანდელ პროცესზე ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა ზოგადად რომ არსებობს სტანდარტი, ამას არც ჩვენ უარყოფთ, თუმცა როგორც დღეს ხლომაზე იყო განხილული, რომ ამის გამიჯვნა ისე უნდა მოხდეს თურმე რომ რაც მოსწონს ერთ პარტიას ის ფრაზები უნდა გაჟღერდეს და რაღაცა სწორია და რაღაცა არასწორია, ეს ძალიან უტრირებული შეფასებაა და რა თქმა უნდა ეს იმ სტანდარტებში ვერ ჯდება, რომელსაც მოიხსენიებენ ხოლმე. და ასევე ერთ საკითხსაც მინდა შევეხო, იმიტომ რომ არ ვიცით რა მომენტში დაგვიდგება ეს პრობლემას დღეს წესრიგში კრიტიკულ მედიას, როდესაც ამ სტანდარტზე არის საუბარი და როდესაც ამ სტანდარტით მოქმედებაზე საუბრობს კონკრეტული პოლიტიკოსები, ასევე კანონში არის შეტანილი ცვლილება, რომელიც ჩვენ პოლიტიკურ გადაცემებში მაუწყებლებს გავალდებულებს, რომ დავიცვათ ბალანსი. ბალანსის დაცვას კი უზრუნველყოფს ასევე სამთავრობო პიროვნებების მოწვევა ჩვენს გადაცემებში. აი, როდესაც ამ სტანდარტზე არის საუბარი, აქ ხელისუფლება იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც განცხადებებს აკეთებენ, უნდა გაიაზრონ თუ ამ ბალანსის დაცვა უნდათ, მოუბრძანენ ეთერში ტელეკომპანია პირველში და გაუწიონ ოპონირება იმ სტუმრებს, რომლებიც არიან ჩვენთან მოწვეულები. თუ ამას არ დაიცავენ და თუ ეს არ გახორციელდება, არსებობს რისკი იმისა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიდეთ არაერთ ჯარიმაზე, იმიტომ რომ თურმე მედია ვერ იცავს ამ ბალანსს, როდესაც კონკრეტული პიროვნებები ემალევიან ტელეკომპანია პირველის ეთერს. ხო, ამაზე რა ტიპის თქვათ მზაობა, აი კომისია როგორ უყურებს ამ საკითხს, თორნიკე, არის რამე მექანიზმი, რომ აი არ ვიცი შეიძლება არასწორად ვიძახი, რომ თქვათ მოითხოვოს, რომ იყოს ეს სტანდარტი. ამის მოთხოვნის ვალდებულება კომისიას უკვე აქვს, იმიტომ რომ კანონში შევიდა ცვლილება, კანონმა ეს თქვა, რომ აი ასე უნდა იყოს ბალანსი დაცული და ბალანსის დაცვა ნიშნავს, რომ თუ მე რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, კი, რომელიმე ის უნდა მიიღოს კონკრეტულმა მაუწყებელმა. ერთი არის რომ მოითხოვენ და შემდგომ, როდესაც მაუწყებელს სულს რომელიმე პოლიტიკური თოქ-შოუ აწარმოოს და ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი მოჰყავს, მას ასევე სურს რომ მოიწვიოს და ამის სურვილი ჩვენ არაერთხელ გქონია, როგორც იურის ამარხის მე ვიცი ეს მოწვევა წერილით მიმართოთ, თუმცა როგორც წესი ჩვენთან არ მოდის ის პიროვნება, რომელიც წარმოადგენს ხელისუფლებას. ამ შემთხვევაში თუ ეს არ მოვა, მთავარი ხო მოქალაქის დასკვნა პროცესზე, რომ საზოგადოებამ გამოიტანოს სწორი დასკვნა აქედან, თუ ადამიანი თავს არიდებს პასუხის გაცემას და ამის მეტი რა გვინახავს ამ პერიოდის განმავლობაში, ფაქტია რომ არ დადიან ისინი ჩვენს ეთერებში, აქედან დასკვნა არის ის, რომ რამდენად ანგარიშვალდებულად თვლის ეს პოლიტიკოსი, ანუ ხელისუფლებაზეა საუბარი, რომელიც ის არის ანგარიშვალდებული და დაქირავებული საზოგადოების მხრიდან, მათ წინაშე თავს, ხო? მთავარი დასკვნა ეს არის სწორედ აქ. რა თქმა უნდა, ეს არის ზოგადი დასკვნა, რომელიც არის საწყისი ბევრი მოქმედების. თუმცა უფრო ვიწრო ჭრილში
რაღაც გადაცემა მზადდება, რომლის ობიექტურობის დაცვა და მიუკერძოებების დაცვის უმაღლესი მოთხოვნილება აქვს მაუწყებელს, უნდა რომ ეს განახორციელოს, თუმცა კონკრეტული პიროვნებები ამის შანსს არ აძლევენ მაუწყებელს და ბოლოს ისე გამოდის, რომ ამის შანსის მიუცემლობის გამო შესაძლოა მედიის წინააღმდეგ დაიწყოს ახალი დავა, რომელიც ბოლოს შეიძლება დასრულდეს ჯარიმით. დიდი მადლობა, მადლობას გაგიხდით თორნიკე, დაგემშვიდობები, თორნიკე მიგინეიშვილი საუბრობდა ჩვენს ეთერში, ამბავი ამ საკითხზე არის